ეკლიპტიკა ეს ძალიან სასიამოვნო ჟღერადის სიტყვა, ლათინური წარმოშობისაა და ბერძნული თარგმანით ნიშნავს დაბნელებას. არის ცის სფეროს დიდი წრე, რომლის გასწვრივ ხდება მზის ხილული წლიური მოძრაობა ვარსკვლავების მიმართ. შესაბამისად, ეკლიპტიკის სიბრტყე არის დედამიწის ბრუნვის სიბრტყე მზის გარშემო. ამას კი დედამიწის ორბიტის სიბრტყე ეწოდება. გზას, რომელზეც ჩვენი პლანეტა წლის განმავლობაში მზის გარშემო მოძრაობს, დედამიწის ორბიტა ეწოდება, ხოლო სიბრტყეს, რომელშიც მდებარეობს დედამიწის ორბიტა, დედამიწის ორბიტის სიბრტყე. ის კვეთს ცის სფეროს, წარმოსახვით სფეროს, რომლის ცენტრშიც დედამიწაა. ცის სფერო გლობუსს ჰგავს, რომელზეც დედამიწიდან დამზერადი ვარსკვლავები, პლანეტები და სხვა ციური სხეულებია გამოსახული. ეკლიპტიკა კი წრეა, რომლითაც დედამიწის ორბიტის სიბრტყე ცის სფეროს კვეთს. თავის მხრივ სიბრტყე, რომელშიც ეკლიპტიკა ძევს, ეკლიპტიკის სიბრტყეს უწოდებენ. ის დედამიწის ორბიტის სიბრტყეს ემთხვევა. მზის გარშემო დედამიწის ბრუნვასთან ერთად ჩვენი მნათობი ცის სფეროზე ეკლიპტიკის გასწვრივ გადაადგილდება. მზის მდებარეობა ცაზე წლის განმავლობაში ნელ-ნელა იცვლება, თითქმის 1 გრადუსით დღეში. ზაფხულში ის ზემოთ ადის, ზამთარში კი ქვემოთ. თუმცა წლის განმავლობაში ყოველთვის საწყის მდგომარეობას უბრუნდება. ამგვარად ეკლიპტიკა არის მზის ხილული წლიური გზა ცის სფეროზე. რისი დანახვაა შესაძლებელი ეკლიპტიკასთან ახლოს? მზის სისტემის ობიექტების უმეტესობა ეკლიპტიკის სიბრტყის ახლოს მდებარეობს, ანუ მზის გარშემო ისინიც დაახლოებით იმავე სიბრტყეში ბრუნავს, როგორც დედამიწა. მთლიანობაში მზის სისტემას ბრტყელი დისკოს ფორმა აქვს, რაც მისი ფორმირების თავისებურებებით არის გამოწვეული. ყველა პლანეტა და სხვა მცირე ზომის ობიექტი ამ მტვრის დისკოში ჩამოყალიბდა და დაახლოებით იმავე სიბრტყეში დარჩა. მზის სისტემის პლანეტები ეკლიპტიკის სიბრტყესთან ახლოს მოძრაობენ. პლანეტების ორბიტები ეკლიპტიკის სიბრტყიდან მხოლოდ რამდენიმე გრადუსით არის გადახრილი. ყველაზე დიდი გადახრა აქვს მერკურის 7 გრადუსიანი. სხვა პლანეტებს კი 0.8 გრადუსიდან 3.2-მდე. ეკლიპტიკასთან ახლოს მოძრაობის გამო პლანეტები ხშირად ხვდებიან ერთმანეთის ცაზე. როდესაც ერთმანეთთან მზის სისტემის ორი პლანეტის ხილული დაშორება მინიმალურია, ამ მდგომარეობას შეერთებას უწოდებენ. ასე რომ ეკლიპტიკა მხოლოდ კონკრეტულად ჩვენი პლანეტიდან დანახულ მზის ან მთვარის დაბნელებას არ წარმოადგენს და ის გაცილებით რთული და კომპლექსური მოვლენაა. მეტი კოსმოსური ამბის გასაგებად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ეს დიდი და საჭირო მხარდაჭერაა თქვენი მხრიდან. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.